დილამ ჟიდოვისა მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ყოველ ხუთშაბათს მოგეხსენებათ გიერთდებით ხოლმე რუბრიკით, რომელიც დაფუძნებულია პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე. დღევანდელი ეთერი კი იქნება განსხვავებული, რადგან ვისაუბრებთ იმაზე, რომ ერთმა ჩვეულებრივმა ამბავმა როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანის კარიერას, ადამიანის გეგმებით და საკუთარი თავიც კი შეიძლება აღმოაჩენინოს. ნამუშევრები, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ჩვეულებრივი ნამუშევარია. მე გეტყვით, რომ ის არც მხატვარს შეუქმნია, არც ხელოვანს, ის ფილოლოგმა შექმნა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შესრულებულია ტექნიკით, რომელიც მსოფლიოში უპრეცედენტოა, რადგან ეს ნამუშევრები ობობის ქსელისგან გახლავთ შექმნილი. ალბათ თქვენს გაინტერესებთ უფრო მეტი ამ შემოქმედების შესახებ, ასე რომ მე მინდა ახლა მოვიწვიო ჩემი სტუმარი, რომელიც გახლავთ სწორედ ამ ნამუშევრების ავტორის შვილი, იამ ღებრიშვილის შვილი, თუმცა ქალბატონია სამწუხაროდ წლების წინ გარდაიცვალა და ახლა ჯაბა ყულჯანიშვილთან ერთად ვისაუბრებთ სწორედ ამ შემოქმედებაზე. ჯაბა, მოგესალმებით, მობრძანდით და მადლობას გიხდით, რომ ხართ ჩვენთან ერთად და მადლობა, რომ უნდა ვისაუბროთ ამ ნამუშევრებზე, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ფართო აუდიტორიისთვის არ არის ასე ცნობილი და მიხარია, რომ ახალი დღის ეთერიდან უფრო მეც გაიგებენ ამ შემოქმედების შესახებ. გამორჩეულია, განსხვავებულია და მოდით დავიწყოთ საუბარი ავტორზე, ხომ? იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ქალბატონი ია იყო ფილოლოგი, ის არ ყოფილა მხატვარი და შეხება საერთოდ არ ჰქონია, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც სოფლის სარდაფი დაალაგეთ, აღმოაჩინეთ ბევრი აბლაბუდა. ასე დაიწყო ყველაფერი, როგორც ვიცით. თქვენ რომ გაიხსენოთ ეს დღე? მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. დედა იყო ჩვეულებრივი დიასახლისი პროფესიით ფილოლოგი, საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია მხატვრობასთან. ჩვეულებრივი რუტინა ჰქონდა, სოფელში ჩავედით და სახლის დავაგების დროს, ობობის ქსელები ჩამოიღო ჭერიდან და რაღაც გაუელოა თავში, რომ ამ მასალით რაღაც სურათს დახატავდა და შექმნიდა. პირველი სურათი მახსოვს, მშვენიერების დატყვევება ერქვა. და აქედან წამოვიდა ნელ-ნელა გზადაგზა, ქმნიდა უფრო და უფრო სიღრმისეულ თემატიკებს და განავრცო ეს ხელოვნება. ჯაბა, ის საწყისი პერიოდი თუ გახსოვთ, როდესაც ეს აბლაბუდები აღმოაჩინეთ და მან თქვა, რომ ამისგან უნდა შევქმნა რაღაც ხელოვნება. ეს პროცესი როგორი იყო? ან როგორ მოიძია, ვთქვათ, ის ტექნიკა, როგორც უნდა შეესრულებინა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო, ის რომ ვიღაცას გაეკეთებინოს და ვთქვათ, მიებაძა მისთვის, ამის საშუალება არ იყო. ანუ ყველაფერი მის მიერ, ასე ვთქვათ, მან მოიგონა თავად. ეს პროცესი როგორი იყო? როგორ იწყებდა? ერთ ნამუშევარს რა დროს უთმობდა? ვფიქრობ, რომ იამ ღებრიშვილი დაიბადა ამისთვის, შექმნა ეს ნამუშევრები, თავისი მისია შეასრულა და წავიდა. იმიტომ რომ რეალურად ამის ტექნიკა არ არსებობს, არსად არის სწავლება, ეს თვითონ მოვიდა თავში, რომ ამ მასალისგან შეექმნა ნახატები. რაღაც კონკრეტული დრო არ ქონდა განსაზღვრული, შეიძლება და ერთ ღამეში დაეხატა, შეიძლება კვირები მონდომებოდა განწყობას და მუზებს როგორ მოუყრიდა თავს იმის მიხედვით. მის ყველაზე კარგი და ძვირფასი საჩუქარი იყო ობობის ქსელი. მე ვიცი, რომ ობობის ქსელს ჩუქნიდნენ, ხო? ხალხიც აჟიტირებული იყო, ჩვენი თანასოფლელები, მეგობრები, კოლეგები, დაახლოებით ასწავლიდა, როგორ უნდა ტექნიკას ასწავლიდა, როგორ უნდა მოეპოვებინათ, მოეპოვებინათ ქსელი და უხსნიდა და მერე მოქონდათ ხოლმე. ჩემ მეგობრების ბავშვები ცდილობდნენ, რომ გაეხარებინათ და მოქონდათ ხოლმე. ჯაბა, ეს ნაწილი არის ძალიან საინტერესო. მე ვიცი, რომ არც ერთი ჩვენ ხედავთ, რომ შესრულებულ ნამუშევრებში ობობის ქსელები არის სხვადასხვაფერი, მაგრამ თქვენ მითხარით, რომ ეს არ არის შეღებილი. სხვადასხვა სივრციდან მოპოვებული სხვადასხვა ფერის აბლაბუდებია, ხო? ანუ როგორ ეძებდა ამ ყველაფერს და ეს პალიტრას როგორ ქმნიდა? ამ ნამუშევრების უნიკალობა იმაშია, რომ სრულიად ნატურალური ქსელით არის შექმნილი. სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა ფერის დამტვერვა ხდება, ხო? მაგალითად წისქვილში თეთრი ქსელი მოიპოვება, ბუხარში შავი, სარდაფებში სერი ფერი და ამის მიხედვით ქონდა დახარისხებული
და ფერებს არჩევდა ესეთ სხვადასხვაგვარი ქსელებით. და გარკვეულ ნამუშევრებს თავისი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. მოდით შობის ნამუშევარზე ვისაუბროთ, რომელიც ჩვენ სტუდიაში ახლა. ძალიან ესეთი გამორჩეული ნამუშევარია და მას გამოარჩევს ის, რომ ბოსელში შეიქმნა, ხო? კი, თითოეულ ნამუშევარს თავისი ისტორია აქვს. დიახ. სიმბოლური არის, რომ შობა ბოსელში დაიხატა, რაღაც სპეციალური მიზანი ამას არ ქონია. უბრალოდ იქ იყო იმ ეტაპზე ბევრი ქსელი და ასე ვთქვათ, იქვე მოიპოვებდა, იქვე გაშალა თავისი მოლბერტი და იქვე დაიხატა შობა. და შეიქმნა ეს ნამუშევარი. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ მართალია პრეცედენტი არ აქვს და მისი შენახვის, ასე ვთქვათ, შეიძლება არც ვიცოდეთ რა პროცედურებია საჭირო, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრი წელი გავიდა და იგივე მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც იყო, ხომ ასეა ნამუშევრები? დიახ. არაფერი არ შეცვლა. არაფერი არ შეცვლა. მე როგორც ვიცი, კვლევების მიხედვით მოიძია ინფორმაცია. დიახ. საუკუნეებს უძლებს ობობის ქსელი და ერთი ძაფი ობობის ქსელის როგორც მახსოვს სამჯერ მყარია ფოლადზე. მართლა. აი, ამიტომაც არის ასეთი მყარი ნამუშევრები. მოდით იოანეს აღდგინებაზე ვისაუბროთ. ეს არის ლაზარეს უკაცრავად ლაზარეს აღდგინება. ეს არის ნამუშევარი, რომელიც ბეთლემიდან ჩამოტანილი ქსელით არის, ხო? სწორად კი. სწორად გაქვს. მოგვიყევით, როგორ მოხდა ეს ამბავი? და ჩემს მეგობარი იყო წასული და ლაზარე რომელ გამოქვაბულშიც აღადგინა ქრისტემ, იმ გამოქვაბულიდან აღებული ქსელები არის გამოყენებული, სრულად არა, თუმცა რაღაც ფრაგმენტი არის გამოყენებული ამ ნამუშევარში. ზუსტად ვიცი, რომელ ფრაგმენტში არის, მე ვიყავი პირველი შემფასებელი ნამუშევრების დედასთვის, როცა რაღაც დახატავდა, მოდიოდა, უფროსი შვილი ვარ და მიზიარებდა ხოლმე თავის ემოციებს და რაღაც პატარ-პატარა თავის საიდუმლოებებსაც მიზიარებდა და მხოლოდ მე ვიცი, სად არის ეს ქსელები გამოყენებული ამ ნამუშევარში. ამ ნამუშევარზეა, ხო, საუბარი? შეგვიძლია ვნახოთ რა ადგილზეა? ქრისტეს თმები არის ამ ქსელებით გამოკვეთილი, კი. ძალიან საინტერესო. იცით რაზე ვისაუბროთ? ფაქტია, რომ ამ ეტაპზე ანუ გამგრძელებელი არ ყავს, ხო, ამ შემოქმედებას. თქვენ არ ისწავლეთ შვილებმა, ასეა? როგორ არ იცი, თავშივე აღნიშნა, რომ ალბათ იამღებრუშვილი ამისთვის დაიბადა, შექმნა და წავიდა. ტექნიკას, რა თქმა უნდა, უყურებდით ოჯახში, მეც, ჩემი ძმაც, ხედავდით, შემიძლია მეც ტექნიკურად გავაკეთოს, მაგრამ ის რაც ამ ნახატებში არის გამოსახული, ის შინაგანი მისი მდგომარეობა, ამას ჩვენ ვერ გადმოვცემთ, ჩვენ უფრო სხვა კუთხით ვართ. კი, მესმის, თქვენ საქმეში ხართ პროფესიონალები. ჯაბა, საინტერესოა გამოხმაურება ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ, როგორც ვიცი, ლუვრიდან მოწვევა, ასევე ლონდონის არტ ბიენალეზე იყო წარდგენილი. აი ეს ამ ნამუშევრების, ასე ვთქვათ, წარმატებაზეც რომ ვისაუბროთ. დედა სანამ ცოცხალი იყო, ძალიან ბევრ გამოფენებში შეღებულობდა მონაწილეობას. საკმაოდ ბევრ გადაცემებში და სიუჟეტებში ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ რაც დაიღუპა, იყო იქ გარკვეული წლების სტრესი, სენტიმენტები, რაღაც თითქოს გავაჩერე პოპულარიზაციამ ნამუშევრების სახლში პატარა გალერეასავით მაგ და იქ ინახება. თუმცა შემდეგ წლების მერე ბიენალეზე რომ მოვხვდით, იმის მერე ძალიან დიდი გამოხმაურება წამოვიდა, იყო ლუვრიდან მოწვევა და ბევრი სხვა პრესტიჟული გალერეიდან, თუმცა ეს ყველაფერი ერთბაშად ერთდროულად წამოვიდა და დაემთხვა პანდემია. ყველაზე რთული პერიოდი. ყველაზე რთული პერიოდი, რის მერეც ფინანსებზეც იყო ეს დამოკიდებული და ასე ვთქვათ, გაჩერდა და ნელ-ნელა ჩაქრა, თუმცა რაღაც შემოთავაზებებიც იყო, რომელიც ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო, იმიტომ რომ მატერიალური და ფინანსური ინტერესები იდო მეორე მხარის. უფრო მეტი ვიდრე თვითონ ხელოვნების.
მესმის. დასასრულისკენ რომ შევაჯამოთ 60-მდე ნამუშევარია, ხო? თუ სწორად 60-მდე ნამუშევარი. 60-მდე. რას უპირებთ ამ ნამუშევრებს? როგორ ხედავთ მის განვითარებას? პოპულარიზაციის პროცესის. ველოდები საჭირო ადამიანს და საჭირო დროს. და ვფიქრობ, რომ ჩემი და ჩემი ძმის ვალია, რომ ფართო საზოგადოებას მეტად გავაცნოთ და ამის პოპულარიზაციას მივყოთ ხელი. ძალიან კარგი, მშვენიერი. ის გადამჩენია, რომ მადლობა გადაგიხადოთ, რომ სწორედ ჩვენთან, ჩვენს ეთერში ისაუბრეთ ამ არაჩვეულებრივ ნამუშევრებზე. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჯაბა ყულჯანიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ის გახლავთ იამ ღებრიშვილის შვილი, ის კი გახლავთ ავტორი სწორედ ამ შემოქმედების და ამ ნამუშევრების, რომელზეც ვსაუბრობდით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ ახლა შემოგვიერთდით, რომ ეს ნამუშევრები შექმნილია ობობის ქსელით და ეს ტექნიკა არის უპრეცედენტო მსოფლიოში, მეორე არ არსებობს. მოკლედ აი ასე გვინდოდა რუბრიკის ფარგლებში გაგვეცნო ეს ნამუშევრები გემშვიდობებით და ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ლანა და ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმარს, რომ მოგვეცა იმის შესაძლებლობა ახლოდან გვენახა ეს უნიკალური ნამუშევრები და დაუმტკბარი ყავით ამ მაღალი ხელოვნებით, რომელსაც მართლა არ გააჩნია ანალოგი. ძალიან დიდი მადლობა.